Gravitatsiya ელაპარაკება ყველაფერს. Სინათლე ელაპარაკება თითქმის არაფერს. Სინათლე ელაპარაკება სამყაროს მარტო 3%-ს. ხილულ მატერიას გულისხმობს. ხილულ მატერიას კი ენერგიულად, რასაც კი სინათლე ელაპარაკება არის 3%. და გრავიტაციულ ტალღებამდე ამ 3%-ში უბრალოდ მაინც სვენელისთვის მეყურებს, რომ აღვხსნათ ალბათ, რომ იგულისხმება რა, პლანეტები, ჩვენ, გალაქტიკები, ვარსკვლავები, ყველაფერი. მაგრამ ეს სულ რაღაც 3-4%-ია, იმიტომ რომ არსებობს პირობითი ბნელი ენერგია, ბნელი მატერია, ხო ალბათ, რომელიც მაინც არ ვიცი ნუში რა არის. ამ ბნელი ენერგია შეიძლება არც იყოს მატერია არანაირად, ბნელი ენერგია შეგვიძლია უცებ თქვათ, რომ თავიდან ხო აღმოჩინეთ, რომ სამყარო ფართოვდებოდა Big Bang-ის შევქმნით. და ნუ თქვით, რომ კაი, გასაგებია რაღაცა თუ აფეთქდა მიდის ჩვეულებრივად. მაგრამ ნებისმიერი აფეთქება რო ნახო, რო წავა შენელდება. ხო? ან ნუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შენელდება, იმიტომ რომ ჩვენ ჰაერზე გვაქვს ინტუიცია, კოსმოსში არაფერი არ შენელდება. და მართალია ხა რაღაცას რომ მიკრა ხელი, მოსასრულოდ იმოძრავებს. მაგრამ არც უნდა აჩქარდეს. და ბნელ ენერგია მაგიტო შემოგოს, რომ სამყაროს რო უყურებთ, არა მარტო იზრდება, აჩქარებულად იზრდება და მაგის გამო გვჭირდება რაღაც გარეძალა, რაც ამას ახდენს, რომ აჩქარებას იწვევს. და რადგან არ ვიცით, მაგას დაუძახეთ ბნელი ენერგია. და ბნელი მატერია უკვე ძალიან სხვანაირად შემოვიდა, იმის გამო, რომ გალაქტიკებს რო აკვირდებოდნენ, ხილულ მატერიას ეგეთი ის არ უნდა ქონოდა დაუშვათ პერიოდები, ბრუნვა და უნდა ყოფილიყო ბნელი მატერია გარშემო, ისეთი მატერია, რომელიც სინათლეს უბრალოდ არ ელაპარაკება, სინათლის გამჭვირვალე არის. მაგრამ გრავიტაციული ტალღისთვის არ იქნება გამჭვირვალე, იმიტომ რომ ვიცით, რომ გრავიტაციას ელაპარაკება. მაგიტო არის გრავიტაცია კარგი, რომ გრავიტაცია თვითონ უბრალოდ ნებისმიერი ძალა არ არის, არის თავად დროსიურცის დინამიკა, დროსიურცის დეფორმაცია. და დროსიურცეზე რაც კი ცხოვრობს, რაც ყველაფერი ელაპარაკება დროსიურცეს.